საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების სამკურნალოდ სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტ ჯაკავს დააფინანსებს. საქართველოს მოქალაქეებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია უფინანსდებათ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. თუმცა გადანერგვის შემდეგ პაციენტთა ნაწილს რეაქცია უვითარდება ტრანსპლანტატი მასმიძვლის წინააღმდეგ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც გადანერგილი დონორის უჯრედები პაციენტის ორგანიზმს ებრძვიან. ასეთ შემთხვევებში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ მედიკამენტურ მკურნალობას. საერთაშორისო კლინიკური რეკომენდაციების მიხედვით აღნიშნული გართულების მართვის ერთ-ერთ საუკეთესო სამკურნალო საშუალებად აღიარებულია მედიკამენტი ჯაკავი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომელთა დაავადება სტანდარტულ ჰორმონალურ თერაპიას აღარ ექვემდებარება. შედეგად სახელმწიფო მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეპარატი ჯაკავი რეაქციის მქონე ყველა პაციენტს სრულად დაუფინანსდეს. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ შესყიდული მედიკამენტი ჯაკავი უკვე ხელმისაწვდომია ყველა ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე ბენეფიციარისთვის, მათ შორის 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. აღნიშნული ცვლილებები კიდევ უფრო გაზრდის მაღალი ხარისხის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას და პაციენტთა ოჯახების ფინანსურ ტვირთს საგრძნობლად შეამსუბუქებს. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში განხორციელდა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ინოვაციური ძვირადღირებული მედიკამენტ ჯაკავის დაფინანსებას ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების GVHD სინდრომის სამკურნალოდ. ჯაკავი იგივე რუქსოლიტინიბი ბოლო წლების საერთაშორისო გამოცდილებით აღიარებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმ პაციენტებისთვის, რომელთა დაავადებაც აღარ ექვემდებარება სტანდარტულ ჰორმონალურ თერაპიას. აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საგრძნობლად შეამცირებს მათი ოჯახების ფინანსურ ტვირთს. ასევე აღსანიშნავია, რომ ჯაკავი სრულად ფინანსდება ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე ნებისმიერი პაციენტისთვის. ყველაფერი დაიწყო ერთი ჩვენი მეგობრების სურვილით, რომ გაგვეკეთებინა რამე ახალი, რაც ჩვენ ქალაქში არ იყო და შეგვეთავაზებინა ჩვენი მომხმარებლისათვის რაღაც განსხვავებული. თავიდან, როდესაც ეს სივრცე გავხსენით, რა თქმა უნდა, იყო ძალიან ბევრი ფიქრი, შრომა, მაგრამ თავდაჯერებულები ვიყავით და ზუსტად ვიცოდით, რომ ჩვენი ჩანაფიქრი აუცილებლად გამოვიდოდა. აქედან გამომდინარე, იყო თურქული ტექსტილი. იყო თურქული ტექსტილი და შემდეგ ამ თურქული ტექსტილიდან წამოვიდა იდეა, რომ რატომაც არა პროდუქტები ჯანსაღი თან და შემდეგ კალათის იდეა წამოვიდა, რომ კალათით შეიძენ გარკვეული რაოდენობის ნივთებს და შემდეგ კალათაში ჩაგიწყობთ და გაგატანთ. როგორც განსხვავებული არის ტექსტილის ღირებულება, ასევე ხარისხი, ვიზუალი, ზუსტად ისე არის განსხვავებული კალათების ვიზუალის და მათი ღირებულებაც. კალათები ძალიან ბევრს უჩნდება ხოლმე სურვილი, რომ დამოუკიდებლად შეიძინოს ესა თუ ის კალათა, თუმცა ასე არ ხდება. კალათა არის საჩუქარი ჩვენი მომხმარებლის, ის ვინც გარკვეული რაოდენობის პროდუქტს შეიძენს. პროდუქტი იქნება ის, რაც სამზარეულოში ყოველდღიურად გვჭირდება, ეს იქნება რძის ნაწარმი, ზეთი, ტომატ პასტა, სოუსები, თუ ასე შემდეგ, თუ ტკბილეული. ნებისმიერი შენაძენი, რომელიც 50 ლარს გაცდება, ჩალაგდება კალათში და მომხმარებლებთან მიდის ისე. ძალიან სწრაფი მომსახურეობა გვაქვს, იმიტომ თან უფასო. თან უფასო არის, რა თქმა უნდა, კურიერები ვართ თავად ჩვენ და ჩვენ მიგვაქვს ძალიან მოკლე ვადაში ჩვენს მომხმარებლებთან შეკვეთილი კალათი იქნება, ტექსტილი იქნება, თავისმოვლის საშუალება იქნება თუ სამოსი. რატომ დააგვირჩიოთ ჩვენ TN Style-ის მაღაზია, რომელიც მდებარეობს აღმაშენებლის 69 ნომერში. ჩვენ ვართ ხარისხზე ორიენტირებულები, ვცდილობთ შემოგთავაზოთ ძალიან კარგი და ჯანსაღი როგორც პროდუქტი, ასევე ძალიან ხარისხიანი თეთრეული. ვართ ორიენტირებულები, რომ ჩვენი მომხმარებელი წავიდეს აქედან კმაყოფილი. ემოციური არის და შთამბეჭდავია ჩვენთვის, როდესაც ჩვენი მომხმარებელი უკუკავშირს გვიბრუნებს, რომ ძალიან მოეწონა, ძალიან კმაყოფილია. გემრიელი იყო, ხარისხიანი იყო. კი და შემდეგ კვლავ უჩნდება სურვილი, რომ ჩვენთან დაბრუნდეს. ხდება ძალიან მეგობრული გარემო და ჩვენი ოცნება, რომ მოკლედ რეალური გახდა, ეს ზუსტად ჩვენი გულშემატკივრების, ჩვენი მომხმარებლების დამსახურება არის და ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ მათით. ამიტომაც ძალიან ხშირად გვაქვს გათამაშებები, ეს იყო საჩუქრები ჩვენი მომხმარებლისთვის, მაგალითად ჰქონდა 8 მარტს ახალ წელს. ასევე იყო, როდესაც კალათით დავაჯილდოვეთ კი ჩვენი თვის ყველაზე აქტიური
მომხმარებელი გადაეცა სასურველი მისთვის სასურველი კალათა მისი საყვარელი პროდუქტებით. სამომავლო გეგმები გვაქვს ძალიან კარგი. ამ პატარა ფარჩი ვცდილობთ და გვინდა რომ ძალიან ბევრი რაღაცა შემოვიტანოთ კლავ, დავამატოთ ჩვენი მომხმარებლებიდან გამომდინარე, მათი სურვილებიდან გამომდინარე, ეს იქნება ტასაცმლის ხარში, ტკბილეულის ხარში, თეთრეულში, ადგილზე ასევე თქვენ შეგიძლიათ შილაკის მომსახურება ჩაიტაროთ და რა ვიცი, ყველას ვისაც სურვილი გექნებთ, გელოდებით ზესტაფონში აღმაშენებლის 69 ნომერში, ერით ელექტრონიქსის გვერდით. ჩვენს მაღაზიაში ასევე შეხვდებით ტასაცმელების ძალიან კარგ და ფართო არჩევანს, როგორც არის სარაფნები, ორეულები, გვაქვს ასევე შორტების, შარლების და გვაქვს აქსესუარებიც, ჩანთები, სათვალეები, საფულეები, საათები, სუნამოები, რა ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს. ჩვენთან შემოსული ადამიანი უკმაყოფილო ჩვენთან არ გავა ყოველ შემთხვევაში. კოტე გელაშვილის სახელობის ფონდის საქმიანობა ახალ ეტაპზე გადადის. პირველი ინიციატივის შემდეგ ორგანიზაციამ საპატიო მისია იკისრა და ამჯერად ზესტაფონის მე-7 და მე-2 საჯარო სკოლის ხვაწლმოსილ მასწავლებლებს მანანა კახიძესა და ნარგიზი ხიდაშელს ფულად პრემიას გადასცემს. ძალიან დიდი პრესტიჟია. ქვეყანაში, სადაც მასწავლებელი არის დაფასებული, ის ქვეყანა ითვლება ნამდვილად განვითარებულ, განათლებულ ქვეყნად. ადამიანი არ არის მასწავლებელი რო არ ყოლოდა. ეხლა თუ რატომ ავირჩიე ეს პროფესია, ამაზე მოკლედ მოგახსენებთ. მე აღვიზარდე თეატრალურ ოჯახში. მე, რა თქმა უნდა, თეატრის სცენის მტვერით მოვიწამლე. და შემდეგ ჩემთვის სკოლა და თითეული გაკვეთილი არის სცენა. და მე როლში ვარ, მასწავლებლის როლში და ვცდილობ რომ ეს როლი შევასრულო ძალიან კარგად. არაერთი თაობა აღმიზრდია, ძალიან ვამაყობ რომ ისინი ღირსეული მოქალაქეები არიან და დარჩენილ წლებსაც ალბათ ვეცდები რომ ღირსეული ახალგაზრდების აღზრდას და სწავლებას მოვახმარო. მე ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემი 8 წლის დაფასება მოისურვეს. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ კოტე გელაშვილის ფონდი. მადლობას მოვახსენებთ გახსენებისათვის, დაფასებისათვის, სტიმულისათვის. მასწავლებლობა არ არის მარტო პროფესია. ეს არის ძალიან საპატიო მოვალეობა. და მიხარია რომ ბოლო წლებში უკეთესი მდგომარეობა მასწავლებლების საქმიანობის დაფასება ხდება. სასიამოვნოა, იმიტომ რომ ეს თავისთავად ქვეყნის კეთილდღეობაზე წაისახება. რაც შეეხება ქველმოქმედება, ეს არის ძალიან კეთილი საქმე და ამ ფონდის მესვეურებს მინდა უსურვო ბევრი კარგი საქმის გაკეთება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ მხარდაჭერით კოტე გელაშვილის ფონდი აგრძელებს ფუნქციონირებას მთელი საქართველოსა და საზღვარგარეთის მასშტაბით. სიახლეა ისიც, რომ განცხადების მიღება უკვე AI ასისტენტის მიერ WhatsApp-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი.